მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ვარ ვიქტორია და მოდით ვნახოთ დღეს რა მესიჯი აქვს თქვენს საგვარეულოს თქვენთვის. გვიახლოვდება სამაინის უმშვენიერესი დღესასწაული და შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში იდეალური არის როგორც მომდევნო 1 წლის ტაროპროგნოზის გაკეთება, ასევე გარკვეული კავშირები საგვარეულოსთან. და მოდით დავარიგებ ახლავე ვარიანტებს და ვნახოთ რა მესიჯი აქვს საგვარეულოს თქვენთვის ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. რა მესიჯი აქვს პირველი ვარიანტისათვის მათ საგვარეულოს და რა მესიჯი აქვს მეორე ვარიანტს მათი საგვარეულოსთვის. შეგიძლიათ ნახატებს დააკვირდეთ, თუმცა ვისაც ასე გაგიჭირდება თქვენს დავამატებ. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც. და მოდით დავიწყოთ ახლა პირველი ვარიანტიდან. რა მესიჯი აქვს პირველი ვარიანტისთვის? და პირველ რიგში კონკრეტულად ამ არკანს, ამ ენერგიას სურათს რომ დავაკვირდეთ. აქ ვხედავ ქალსა და კაცს შორის კომუნიკაციას და ნახეთ, იცით როგორი ენერგიები წამოვიდა, თითქოს თქვენი საგვარეულო რაღაცას გასწავლით ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის შესახებ. და ნახეთ, ამ არკანში ვხედავ ასეთ მესიჯს, სადაც თქვენი საგვარეულო გეუბნებათ, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში უნდა იყოს როგორც გაცემა, ასევე მიღება. ახლა კი მოდით ნახოთ წარწერა. ჰარმონია წყვილში. ურთიერთობა არის ორი ენერგიის შეერთება, მამაკაცური და ფემინური, და ეს ორი ენერგია ასევე არსებობს ყოველ ჩვენგანში, მათ შორის პირადად შენშიც. შენ მშვენივრად შეგიძლია შეიგრძნო შენი ორივე ენერგია, როგორც ფემინური, ასევე მასკულინური. შენ შეგიძლია იყო როგორც ფემინური, ერთდროულად ძალიან ნაზი და ერთდროულად უხეში. ასევე შეგიძლია იყო ამ სამყაროში ამის სრულიად საპირისპიროც. შენი შინაგანი მასკულინური ენერგია არის ის ენერგია, რომელიც გააძლევს გამძლეობას, პასუხისმგებლობას, თვითდისციპლინას და რომელიც იცავს შენს შინაგან ქალს, შენს შინაგან ფემინურ ენერგიას. გახსოვდეთ მეგობრებო, რომ ეს ორი ენერგია, როგორც ინი და იანი, ერთმანეთის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს. გადავედით მეორე ვარიანტზე და ნახეთ კონკრეტულად ამ არკანში მე ვხედავ იმას, რომ მინდა წავიკითხოთ თითქოს ეს ულამაზესი ქალბატონი, რომელს თქვენ მამაკაცი იყოთ, ხართ თქვენ და ეხუტებით თქვენს საგვარეულო ხეს, ეხუტებით თქვენს ფესვებს. იმ ენერგიას, საიდანაც თქვენ მოდიხართ, საიდანაც მოდის თქვენი საგვარეულო. სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, ასეთი წარწერაა. მე მიყვარს მარტოობა, მარტოყოფნა საკუთარ თავთან. სხვათა შორის, მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანს უყვარდეს როგორც მარტოობა, ასევე კომუნიკაცია, ერთი მეორეს გარეშე ვერ არსებობს. შემდეგ ვაგრძელებთ. ეს არის საკუთარ თავთან მარტოყოფნა, ანუ ერთ-ერთი ყველაზე რესურსული დრო ჩემთვის და ურთიერთობისთვის საკუთარ თავთან, როდესაც მე შემიძლია ძალიან კარგად მივიღო, ძალიან კარგად გავიგონო საკუთარი რეალური სურვილები და შეგრძნებები. მე კარგად ვგრძნობ თავს საკუთარ თავთან და ყოველდღე შემიძლია საკუთარ თავში გავხსნა რაღაც ახალი და ახალი. დავამატებდი მეგობრებო ასევე ასეთ ინფორმაციას, რომ მარტოობა დიახ ძალიან მნიშვნელოვანი არის ისევე როგორც სოციალიზაცია და ადამიანები მივეჩვიეთ იმას, რომ მარტოობა არის ფუ, რაღაც ცუდი და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად დიახ მარტოობა არის ერთ-ერთი ყველაზე რესურსული დრო, როდესაც ჩვენ
ისე როგორც არასდროს შეგვიძლია საკუთარ თავს და საკუთარ სურვილებს, მათ შორის საკუთარ ინტუიციასაც სწორად გავუგოთ და მოვუსმინოთ. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი, ნაყოფიერი დრო და ნახვამდის. აუცილებლად კიდევ შემოგთავაზეთ მესიჯებს თქვენი საგვარეულოსგან.